Euronews Georgia. საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმთან თანამშრომლობით ევროკავშირი ახალ ინიციატივას იწყებს, რომელიც საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების შემცირებას, გადამუშავების სფეროს გაძლიერებას, მწვანე დაფინანსებაზე, ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორებში. ახალ ინიციატივაზე სასაუბროდ ჩვენი სტუმარი ერთდება გიორგი დევიძე, UNDP-ის პროექტების მენეჯერი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად მინდა განვუმარტოთ მაყურებელს ცირკულარული ეკონომიკა რას გულისხმობს თავის თავში. ცირკულარული ეკონომიკა არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც მოიაზრებს თავის თავში ნარჩენების გადამუშავებას და შემდგომ ხელახალ წარმოებაში მათ ჩაბრუნებას. მნიშვნელოვანია განვასხვაოთ წრფივი ეკონომიკა ცირკულარული ანუ წრიული ეკონომიკისგან, ტრადიციული მოდელი, რომელიც მოიაზრებდა მოიხმარე და გადააგდე, უნდა შეიცვალოს წრიული ეკონომიკის მიდგომით, რაც ნიშნავს, რომ გამოყენებული პროდუქცია უნდა გადამუშავდეს და ხელახალ წარმოებაში ჩაებას. რა ტიპის ნარჩენზეა საუბარი უფრო გასაგები რომ იყოს? ძირითადად ეს ეხება ყველა სახის ნარჩენს. მთავარი შეგვიძლია გამოვყოთ საავტომობილო ნარჩენები, როგორიც არის მეორადი საბურავები, საავტომობილო ზეთები, აკუმულატორები, ბატარეები და ელექტრონული ნარჩენები, ასევე მოძველებული ავტომობილები, ტექსტილი, ავეჯი, ყველაფერი, რასაც მოვიხმართ და შემდგომ გადავაგდებთ. რას მოიაზრებს ახალი ინიციატივა და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ საქართველოში რა ვითარებაა დღესდღეობით ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით? საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვენ რეგიონში საკმაოდ დიდი გამოწვევები დგას ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ცირკულარობის მაჩვენებელი 2%-ზე დაბალია, როდესაც იგივე მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს უდრის. ცირკულარობა ნიშნავს გადამუშავებული მასალის და ნედლეულის ხელახალ მეორად წარმოებაში ჩაბმას. საკმაოდ დიდი გამოწვევებია, აქ შეგვიძლია გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი ალბათ არის ეს საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ ნარჩენების გადაყრას, მათ შემდგომ შეგროვებას, გადამუშავებას და ხელახალ წარმოებაში ჩაბმას. ასევე მნიშვნელოვანია წვდომა ფინანსებზე, რადგან ცირკულარულ ეკონომიკაში ჩაბმული საწარმოები მოითხოვენ შეღავათიან საკრედიტო პირობებს, გრძელვადიან სესხებს და გრანტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა თავდაპირველ ეტაპზე მათ უფრო ძლიერად და კარგად ჩაებდნენ ეკონომიკის პროცესებში. ასევე დიდი გამოწვევა არის ცნობიერების ამაღლება, სადაც მოსახლეობა, ახალგაზრდები, საცალო სავაჭრო ინდუსტრიის წარმომადგენლები, წარმოების წარმომადგენლები ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი წილი ვალდებულება და გავითვალისწინოთ რა არის გასაკეთებელი, რა არის მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის განვითარებაში ქვეყნის. აქვე გკითხავთ რა არის გასაკეთებელი თითოეული მოქალაქის მხრიდან იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვას. ალბათ ეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს. პირველი პრინციპი არის შევამციროთ ნარჩენები, ანუ მოვიხმაროთ გონივრულად, მოვიხმაროთ ის რაც გვჭირდება და მოვიხმაროთ რაც შეიძლება დიდხანს. და მას შემდეგ რაც პროდუქტი უკვე აღარ ექვემდებარება გრძელვადიან მოხმარებას, შეკეთებას და რეაბილიტაციას, მოხდეს უკვე მისი შემდგომი გადაგდება საჭირო ადგილას, სადაც მოხდება მისი ავტორიზებულ ცენტრში გადამუშავება და ხელახალ ეკონომიკაში ჩაბმა. არსებობს ესეთი ცენტრები საქართველოში? საკმაოდ მცირეა, ძალიან დიდი გამოწვევა არის ზოგადად გადამუშავების სექტორი, ყველა მიმართულებით და ფაქტობრივად ეხლა იდგავს ფეხს ეს მიმართულება. სპეციალური ურნები რომ არის განთავსებული დედაქალაქში, ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი არის, რომ მოქალაქეებმა დაახარისხონ ნარჩენები და შესაბამის ურნებში განათავსონ? რა თქმა უნდა, ეს ურნები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ძალიან მცირეა დაფარვის ზონა, თქვენც მოგეხსენებათ. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის სახლის დონეზე მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენის დახარისხება, სეპარირება და შემდგომ მოხდეს საჭირო ურნებში განთავსება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ ეს დახარისხებული გადაყრილი პროდუქცია საჭირო ადგილას მოხდეს და გადამუშავდეს. დაფარვა ძალიან მცირეა და ძალიან ბევრი ამ მიმართულებით სამუშაო. ეს არის პირდაპირ კავშირში სოციალურ პასუხისმგებლობასთან, ხომ? სხვა ბენეფიტი, ასე ვთქვათ, მომხმარებელს არ აქვს, სხვა ინტერესი. გარდა იმისა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. კი, რა თქმა უნდა, სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა კამპანიების ფარგლებში ზოგადად
მოქალაქეებზე, ისევე სკოლებთან და ახალგაზრდებთან თანამშრომლობით, მაგრამ მეორე მომენტი არის ინცენტივების დანერგვა, წახალისება, რომ მოხდეს სეპარირება და შემდგომ ჩაბარება, რის საფუძველზეც მოსახლეობა, თქვათ, პლასტიკის ნარჩენს ან ქაღალდის ნარჩენს შესაბამის მასალას ჩააბარებს და მიიღებს გარკვეულ სარგებელს, ფინანსურ სარგებელს უგების სახით. თავარი კითხვა არის ალბათ ის, რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ნარჩენებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ზოგადად ნარჩენების მართვა. რამდენად დიდი პრობლემის მოტანა შეუძლია ამას თითოეული ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ. პრობლემა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ საქართველოში, რომ შევადაროთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენთან დაახლოებით საყოფაცხოვრება და ინდუსტრიული ნარჩენის 90% ხდება ნაგავსაყრელზე, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ ძალიან მცირედი რესურსის გადამუშავება ხდება. იგივე მაგალითი რომ შევადაროთ შვედეთის მაგალითს, იქ ნაგავსაყრელზე მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ხდება. ანუ ამ პროცესში სრულიად ხდება სეპარირება, გამოყოფა და გადამუშავება მოსახლეობის და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არიან გაფართოებული პასუხისმგებლობის ორგანიზაციები, რომლებიც არიან ამ პროცესში ჩართული. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას მეწარმეებთან და იმპორტიორებთან ერთად, რომ მოახდინონ რეალიზებული პროდუქციის უკან ამოღება, დახარისხება, გადამუშავება და შემდგომ საწარმოო პროცესებში ჩაბმა. თავად UNDP-ის ინიციატივა, რას გულისხმობს 2025-27 წლებში უნდა განხორციელდეს ხომ ორწლიანი პროგრამა. რა იგეგმება მის ფარგლებში? მადლობა. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც შეეხება მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, ნარჩენების შემცირების მიზნით, რათა გაუმჯობესდეს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. ეს არის ამ მთავარი ამოცანა ჩვენი. პროგრამა არის ორწლიანი ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა. ჩვენი პარტნიორები არიან ამ პროექტში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია, ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო, უბა და ასევე AFALSFERIE, რომელიც არის შვედეთის ნარჩენების მართვის სავაჭრო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს შვედეთის ყველა მუნიციპალიტეტს, წარმოებლებს, რეციკლირატორებს და აქვს 70 წლიანი გამოცდილება და ზუსტად ამ გამოცდილების და მათი ქვეყნების წარმატების საფუძველზე სტრატეგიულად შევარჩიეთ ეს პარტნიორები, რომ ყოფილიყვნენ ჩვენი პროექტის მონაწილეები, რადგან მათგან მივიღოთ ტექნიკური დახმარება და ასე ვთქვათ, მათი ნოუ-ჰაუ და მიღწევები დაინერგოს საქართველოში. და კონკრეტულად რა აქტივობები იგეგმება? პირველ ეტაპში პროექტი მოიაზრებს სრულად შეისწავლოს ნარჩენების ბაზარი საქართველოში და შემდგომ შემუშავდეს მენეჯმენტ გეგმები, ანუ სრული აღწერილობა, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა საქართველოში. ეს შეეხება როგორც საბურავებს, ასევე ნარჩენზეთებს, აკუმულატორებს, ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებს და დაინერგოს შესაბამისი პროცედურები, რათა სწორედ მოხდეს ნარჩენების მოპოვება, გადამუშავება და შემდგომ საწარმოო პროცესებში ჩაბმა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი პროექტს აქვს, როგორც აღნიშნე, ფინანსები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მწვანე ფინანსები, ასე რომ ვთქვათ, რომელიც დაეხმარება გადამამუშავებელ სექტორს განვითარდეს და უფრო ფართო მასშტაბით შეძლონ ამ პრობლემაში ჩართვა. ახლოს თანამშრომლობთ გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებთან, რომლებთაც მეწარმეებთან და იმპორტიორებთან ერთად აქვთ აღებული ვალდებულება ქვეყნის წინაშე, რომ მათ მოახდინონ ნარჩენის ამოღება ქვეყნიდან და შემდგომ მოახდინონ მათი სეპარირება, გადამუშავება და საწარმოო პროცესებში დაბრუნება. გვაქვს კომპონენტი ასევე გრანტების სახით, რომლებიც მიმართული იქნება ზუსტად ამ ორგანიზაციების გაძლიერებისთვის, რათა მათ განავითარონ თავისი ინსტიტუციონალური ბაზა, ცოდნა, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა უკეთესად და უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდეს ნარჩენების მართვა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რეციკლირება და ცირკულარული ეკონომიკა ორი კომპონენტისგან შედგება, ეს არის ერთი წარმოება და მეორე არის მოხმარება და ჩვენ გეგმავთ მოხმარების თვალსაზრისით ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, რათა ახალგაზრდებმა და საცალო სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ ამიმაღლონ ცნობიერება ნარჩენების შესახებ და თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ მათ. ასევე გაიგონ თუ რა სახის გართულებები შეიძლება მოყეს თუ არ მართეთ ეს სწორად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. გიორგი დევიძე იყო ჩვენი სტუმარი, UNDP-ის პროექტების მენეჯერი, ვსაუბრობდით ნარჩენების მართვაზე. ეთერში დავბრუნდებით სულ მალე რეკლამის შემდეგ. ეს არის